აი ესე გამოიყურება ახლა ჩვენი X3. პარალელურად სამუშაოებიც მიმდინარეობს და მეც აქედან დავშლი. დავიპოვე ჩვენ Spirofuse 10-იანი არმიდის. What's 12-იანი? Oh. რაღაცა ვერ ხსნი ამას. სავარაუდოდ დავნებდები. ეს სუსახსნელი. ხო რაღაცაო, короче, 4 საათია მუშაობთ. ბოლოს ვთხოვე ბიჭებს და მეხმარნენ ვერ მოვერი. აგერ ესე გამოიყურება ეს. მანახე მე რა. აგერ აი აქ დგება ზევიდანს გადავღე. აგი ორი სამაგრია, მე მეგონა რომ ზევიდანაა, მაგრამ თურმე ქვევიდან ჭირდება ეს აგი. მოკლედ, ეხა მოვერევით, კი ვერ დავქოქავთ, მაგრამ სავარაუდოდ იმუშავებს, იმიტომ რომ სხვა არაფერი უდგას წინ. დავედით. საბოლოოდ გადაწყდა რომ ფრთა მეყიდა, იმიტომ რომ იმ ფრთას ჰქონდა აი აქ ჩაჭრილი, ქვევითაც ჩაღუნული და მოკლედ იმის აღდგენა სავარაუდოდ შეუძლებელთან ახლოს იყო, ისე რომ შესაძლებელი არ იყოს. მოკლედ ჩვენს ფრთას რაც შეეხება ახალ ფრთას. აი აქ გვაქვს პატარა ნაკაწრი, მაგრამ სხვა გზა არ გვქონია და მოკლედ მოგვიწევს აი ესეთი ფრთის დაყენება, მიუტოჩქავთ და რამეს მოვიფიქრებთ. ამ ყველაფერს დანარჩენს პოლირება მოაშორებს და ეგ არის. ნუ ის სტიკერიც მოსაშორებელი იყო. სხვათა შორის ესდევს ჩემს ახალ Honda Fit-ში, რომელსაც ველოდებოდით და მაგ ყველაფერს ძალიან მაღალი ნახავთ ჩემს არხზე. ცოტა საინტერესო მანქანა არის, რაღაცები გამიფუჭეს, რაღაცები აი აქ ჩამოწყვიტეს, მაგრამ მაგ ყველაფერს ვიდეოში ნახავთ, ასე რომ მოკლედ X3-ის გარდა Honda Fit-ებითაც დაინტერესდით. წავედით ჩვენ ახლა ჩვენს X3-თან, მივიტანოთ ეს ფრთა, რომ რაც შეიძლება მალე ჩვენი ჩელენჯის პირობებში 2 კვირის მანძილზე უნდა აღვადგინოთ მანქანა იდეალურამდე. დაახლოებით 4-5 დღე არის გასული და უკვე საკმაოდ დიდ შედეგზე ვართ, შესაბამისად სწორად მოძრაობთ, სწორ მიმართულებაზე ვართ და მოკლედ ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. აბა გეცნობათ? უკვე მოჭრილი, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ჩვენი X3 საკმაოდ კარგ მდგომარეობაში. აი ესე გამოიყურება ჩვენი X3. ფრთაც მოვიტანეთ და ცოტა მივაზომეთ და რა ვიცი, წესით ფერშიც ჩდება, რასაც დავაკვირდი. აი ასე გამოიყურება ახლა ჩვენი სტოიკა, რაც მოჭრილი იყო და ჩაიკერება უახლოეს მომავალში, აი ეს ეზის. მოკლედ რა ვიცი, ყველაფერი იდეალურად მიდის.
რაც მნიშვნელოვანია და რაზეც ვფიქრობდი, ფერში ზის ეს ნაწილები და ზუსტად დაემთხვა, ხანდახან ხდება, რომ ცოტა უფრო გახუნებულია ამის აღებავი ან პირიქით და მოკლედ შეიძლება არ დამჯდარიყო და დაждდა, რაც ძალიან კარგია. სხვათა შორის ის ნაწილი, რაც ზედმეტად მომწეს გამომადგა რეალურად და აი აქამდე ჩაიჭრა, მოკლედ თავის ნაკერებში მთლიანად ჩაჯდება და იდეალურამდე აღდგება. მაქსიმალურად ახლოს ქარხნულთან, რა ვიცი, სხვა გზა არ მქონდა. მოკლედ ფერში ნაწილების ყიდვას თავის ხიბლი აქვს და მომწონს. ერთი სული მაქვს, ჩავჯდე ამ მანქანაში და გაჩვენოთ როგორ დადის, მოგიყვეთ ამ მანქანაზე და მე თვითონაც გავტესტო. კარბონები გვაქვს სალონში, რაც ძალიან უხდება და მაგ ყველაფერს დეტალურესად მოგიყვებით მიმოხილვაში, მერია მოვასწრებ. ჩვენი შემდეგი ლოკაცია არის აი ამ აკუმულატორის დატენვა. ყვილად დროს არ დავკარგავთ და დავტანით ამ აკუმულატორს, იმედია რომ გაფუჭებული არ იქნება, არ მგონია გაფუჭებული იქონდეს 30000 მილზე მანქანას აკუმულატორი, მაგრამ მაინც აი სანამ არ მეტყვიან, არ დამშვიდები, ასე რომ წავედით და ვნახოთ რას გვეტყვიან ჩვენს აკუმულატორზე. აბა დავქოქოთ. ვნახოთ. კი. აკუმულატორი უკვე დაყენებულია. აჰა. просто დაქოქე ცოტა ხანი მუშაობს რომ. კი. ვნახოთ. დაიქოქა. მომწონს ამ მანქანის ხმარა. კაია რომ ეგრევე დაიქოქა. ჩეკი გვინთია სავარაუდოდ აირბაგის გამო. ეგ არის უკვე თავისი თიქოქება და მომწონს. ესე იგი ბლოკით სწორად დავაყენეთ. ეხა ამაზე გამაჩერებენ? რა თავისი გრუშტელებია. თავისი არ არის ქარხნული. რა ვერაფერს რა ჩანოს და ყური დაადეთ კომოს. შეხედეთ ქოქოვიდან. ემი მინდა. რაღაცა თან პატარა ჰეჯბექია, თან ცოტა მოჯიპუა და თან ბარბლი აქვს, რაღაცა ვერ ჯდება ჩემს იმაში, აზროვნებაში, მაგრამ აი, მომწონს. ოჯახისთვის ნორმ. ესეთი მანქანა ცოლს უნდა აჩუქო და მე შენითიარო რა, აი, დაახლოებით ეგეთი რაღაცაა. მოვედით X-თან და თქვენთან არც ისე კარგი და ჩემთან არც ისე ცუდი ახალი ამბები მაქვს. მიმოხილვა შეიძლება ვერ მოვასწრო, იმიტომ რომ მანქანის გაკეთებასაც ვერ ვასწრებ, აი ესეთივე მდგომარეობაში დაინტერესდა ხალხი და შეიძლება წაიყვანო. X-ი აი ასე გამოიყურება. აწყობილია, მაგრამ შეღებილი არ არის. ეხა აირბაგებზე უნდა ვიჩქაროთ უეჭველი, იმიტომ რომ ძალიან მოკლე ვადებში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. აი ასე გამოიყურება აქაურობა. შეღებილი არ არის, ნაკერები ისეთივე მდგომარეობაში როგორც იყო ისეა. მოგვიწევს აი ესე ნაჩქარებად ამ მანქანასთან დამშვიდობება, მაგრამ რას ვიზავთ, ესეთ საქმეა. წინ
დასასრულად ხანდახან რაღაცები უნდა გადავდოთ გვერდზე. და ეს ზუსტად ესეთი შემთხვევა არის, მაგრამ რას ვთქვით, ეს კარგია, ეს ცუდი არ არის არხისთვის, იდეალური იქნება, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მაინც ჩამოვიყვან რაღაც საინტერესოს და აუცილებლად მოგიყვებით, ის უკვე პირადად ჩემი იქნება, ჩემს ხელში დარჩება და შესაბამისად ცოტა მეტი დრო გვექნება, ცოტა მეტ დროს გავატარებთ მაგ მანქანასთან, ცოტა უფრო დიდი პროექტი იქნება და ცოტა უფრო სიღრმისეულად აგიხსნით საერთოდ ყველაფერს, იმიტომ რომ მანქანა როცა იწყობა ხოლმე ჩვენს არხზე, დიდი დრო არ აქვს ხოლმე კადრში, ასე ვთქვათ რა და მოკლედ მაგ ყველაფერს გამოვასწრებ. მაინც ვეცდები მე რომ მოვასწრო ამ მანქანისთვის მიმოხილვის გადაღება, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ხანდახან ასეც ხდება. შეიძლება ვერ მოვასწრო და ესე წინასწარ ხო და ნუ მოგვიწევს ამ მანქანასთან ესე ნაჩქარებად, ვეცდები რომ აუცილებლად გადავიღო რაღაც ჩემი აზრი მაინც დავტოვო, აქედან კი ჩანს როგორი აზრიც მაქვს. საკმაოდ კარგი მანქანა არის, ლეგენდარული, უკვე ლეგენდარული B58 ძრავით, იფუჭებელი და ძალიან მარტივად გასაკეთებელი ძრავით, მაგრამ ნუ ცოტა გვაქვს დრო ამ მანქანასთან, ასე რომ დავტყვეთ ყოველივე წამი. სხვათა შორის დროც რაც შეეხება 7 დღე 7 დღეში თუ 6 დღეში ზუსტად არ მახსოვს 7 ჩავთვალოთ 7 დღეში გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგი ძალიან ვჩქარობთ შეიძლება ითქვას მაგრამ 7 დღე რა ვისაღოლ 7 დღეში მანქანა გავჭიმეთ გავჭერით დავაკერეთ დავამუშავეთ და ავაწყეთ ანუ აირბაგები დაგვრჩა ნუ ალბათ 2-3 დღე და დავამშვიდობებით ამ მანქანასაც ესეთი მოკლევადიანი ცოტა დროს ვატარებთ ხოლმე ესეთი სტილის მანქანებთან მაგრამ არა უშავს როგორც მინიმუმ კაია იმიტომ რომ აი ეს ლოგოები როდესაც თავს იჩენს ხოლმე არხზე უკვე რაღაცას ნიშნავს და უკვე ნიშნავს იმას, რომ ტყუილად არ მიშრომი ამდენი წელი, ტყუილად არ გადამიღია ამდენი მანქანა, ტყუილად არ ჩამოგვიყვანი ამდენი მანქანა და ტყუილად არ გვიწვალია. ეს რომ სწორ გზას ვადგავართ, უბრალოდ დრო უნდა მივცეთ ჩვენს არხს, ჩვენს თავებს და გავიზარდოთ და მივიდეთ იმ მანქანებამდე, რომელზეც ვოცნებობთ და რატომაც ქვია ამ არხს Dream Chasers-ი. მადლობა რომ თქვენ ჩემთან ერთად ხართ და ვაგიზელებთ ამ მანქანის აწყობას. წავედით. ესე იგი, მანქანა მიყვავს ღვედი ნახევრად მიკეთია, იმიტომ რომ გაჭედილია, მაგრამ პირველად ვატარებ ეხა ამ X3-ს. აი, ასე გამოიყურება აქაურობა. აირბაგი გვაქვს გახსნილი, ძალიან დიდი პრობლემა არის, რომ ჩაჭრილი არის და დროში გაგვეწელება ეს ყველაფერი, მაგრამ აი ასე მივქრივართ მოკლედ სახლისკენ. აი ეს მომწონს, ეს უკვე მომწონს. ეს უფრო სასიამოვნო არის, ეს უფრო დასაფასებელია, ანუ ჩემს თავთან მაქვს მოკლედ ასე ვთქვათ რბოლა რა. ჩემს თავს უნდა ვაჯობო დღითი დღე და პროექტიდან პროექტამდე, იმიტომ რომ ზედმეტად დიდ ხანს ვაკეთებ არც ისე საინტერესო მანქანებს და მოკლედ მწყურია უკვე წარმატება, ასე რომ ასე თუ ისე რამე უნდა მოვიფიქროთ და კარგია რომ ამ გზას ვადგავართ რა. B58-ს გუგუნებს ვიხლოპით. აია, მანქანაც კარგად დადის. მოკლედ მიხარია.
სხვათა შორის ეხლა უკვე მართლაც რომ მესმის და ხვდები რომ ემი ნამდვილად მინდა რომ ყავდეს, მინდა რომ მოусინჯო, მინდა რომ შევეხო, ჩავჯდე, გავიკატაო. მოკლედ ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ემი ნამდვილად გერმანული, ესეთი ცუდი ტიპი. როგორი იქნება, როგორი უვლის, მაგრამ მაინტერესებს. ეხა SX3 ემი არ არის, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, როგორც მინიმუმ ახლოს არის M40-ია. შემდეგი ეტაპი არის უკვე ემი და ნახოთ აბა როგორ დალაგდება ჩემი გზა, ჩემი გეგმები, მოკლედ მივენდობი მთლიანად და ნახოთ სად მიმიყვანს. წავედით ეხლა სახლისკენ, დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას რომ დასრულებულია. სხვა ვერაფერს ვერ ვიზავ, ცოტა გაგვეწელა ზედმეტად. წესით გეგმაში მქონდა რომ მივსულიყავით და აირბაგების ამბები გაგვეგო და დაგველაგებინა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ არ გამოდგა, არ გამოვიდა დრო ზედმეტად ბევრი გავიდა და მოკლედ გვიანია ეხლა წავედით სახლისკენ. დავასრულოთ დღევანდელი დღე. მოკლედ კარგია. მაყოფილი ვარ შედეგით დროის მხრივაც. საკმაოდ მალე მოვაგვარეთ ამ მანქანის პრობლემები, თითქმის მოვაგვარეთ და ჩემითაც მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მოკლედ კაია რომ აქ ვართ, კაია რომ აი ამ საჭეს ვყიდებ ახლა ხელს და მიხარია. თან შეზღუდული აქ ძალა, მაგრამ ხვდები რომ კარგად ივლის. თან სპორტ პლუსში ისვრის და არ ვიცი თქვენ როგორ გესმით, მაგრამ კაი ხმა აქვს. ერთი ეს აირბაგები მოვაგვაროთ, ჩეკები ჩავაქროთ და მე რა ვნახოთ როგორ ივლის. იწევა წინ. Uf. Ufte bakabiliriz. ალბათ მიხვდებოდით სადაც ვარ. ეს არის ბატონი აშოტა, ვინც გუშინ დაიწყო აირბაგების გაკეთება და ეხა პირველი მანქანა მოვიყვანე დღეს. თორე ისე მოგესალმებით. ჯამში 100 გვაქვს. გუშინ საღამოს დავიწყეთ მუშაობა. და პირველი ჩვენი მანქანა არის BMW X5. სამია. სამია და ეხლა გეუბნები გუშინ დავიწყე გაკეთება. ეს მესედე მოდელსაც BMW აწერი, არ ვიცი BMW რა არის. BMW C. მოკლედ ხუმრობების გარეშე ძალიან სერიოზულად ვარ ვადებში შეზღუდული, როგორც გითხარით უკვე ძალიან ბევრჯერ. გვაქვს ესეთი პრობლემა, აირბაგი არის გახსნილი აქეთაც და იქეთაც. სხვათა შორის მე მეგონა რომ ყველა ღვედი გაჭედილი იქნება, მაგრამ ამაში გაგვიმართლა და მხოლოდ ზღოლის ღვედი გვაქვს გაჭედილი და უკანა მარჯვენა. სავარაუდოდ თვითონ ისდა და ნუ ბავშვი ეძდა უკან და კარგია ეგ. იმიტომ რომ საქმეც ნაკლები გვექნება, დროშიც ნაკლებად გავიწელებით და პლუს შეიძლება იქნება მოვასწრო რაღაცა ჩემი ბური რაღაცა აზრის დატოვება ამ მანქანაზე. სხვა მხრივ აშოტას დავალოდოთ, აი ხა აგვიხსნის რა როგორ ხდება მანქანებზე, კრაში მრაში რაღაცები შეზღუდული მქონდა იქ სიმძლავრე და მოკლედ აშოტას მოусმენთ. რას გვეტყვის, რა ხდება, როგორ ხდება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე და BMW სად ეხა. სად შედა სად BMW, ხო? მოკლედ ღვედებს რაც შეეხება, ნუ Toyota Camry არ არის, აი ხ Toyota-ში პატარაზე რო კრავი იმაში სენსორში ეგრევე ყველაფერი იხსნება, ყველა ღვედი იჭედება. ამაზე საბედნიეროდ არის მხოლოდ ზღოლის და უკანა მარჯვენა. აირბაგებს რაც შეეხება, ჩამოვიღებთ აირბაგს, მუშა აირბაგები უნდა ჩავაყენოთ, როგორც შეგვიკვეთეს. მუშა აირბაგები. ეგრე შემიკვეთეს მეც.
ხო, crash-ი ამას არა აქვს, ჩვეულებრივად ლაუნჩი თიზბროსება, შეცდომები იშლება და ქრება ნატურა, არაფერი არ ჭირდება ამას, გადაწერა გადმოწერები. все, окей. შეზღუდული მქონდა პროსტა სიმძლავრე. შეზღუდული რო ქონდა, ეგ არის ჩეკის გამო, ჩეკს რო გინთებს, მაგის გამო არის. აქ საბურავებსაც რო ათებს, უკვე სპორტში არ ჩაგართვებინებს. სპორტ პლუს რა, ანუ ეგ გინთებს, ცოტა ჭკვიანურად აქ. არა, ეხა საბურავს არ გინთებს. არა? ხო და არა, გინთებს, ხო, მაშინ აბა მიეცი გას მოусმინე. ო, აი ხო, საკაიფო. მაგარი რაცა. ახლა დაგვაჯარი მენა. თან სუშაويა მე. არა, თან სუშაويა, რა კიდე არ დაძრავ. მე არ დაუძრავ. არა, მე არა კარ. მახსოვი გაქვს, ხო თან? არა, ყველაფერი აყენია ვაფშე. просто даже არ შემიღებავს ისე შეზღუდული ვარ დროში. ეგრევე მიყავთ. ხო და რა ვიცი, ჩვენს რაღაცნაირად უნდა ვიჩქაროთ, რომ ერთ დღეში მოგისწროთ ყველაფერი. მოკლედ, ვისაც მოგინდებათ აი ესეთი სამუშაო, ვისაც გჭირდებათ, ან არა მარტო ასეთი სხვა ელექტრონული პრობლემები, რაც იქნება და პროგრამება იქნება და ასე შემდეგ, მაგ დეტალებს აი აშოტას ნომერს გამოვანათებ, როგორც ყოველთვის ვაკეთებ თქონე, მე სულ აქ ვარ თავიდან პირველივე მანქანიდან რაც დავიწყეთ, სულ აშოტასთან ვაკეთებ, რაღაცა ისეთი იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც გასაღები დავაპროგრამეთ სხვასთან, როდესაც ფიზიკურად დრო და არჩევანი აღარ გქონდა. მოკლედ ნომერს გამოვანათებ ჩვენი სახელით ვინც მოხვალთ აშოტა მოკლედ ფასებითაც გავითვალისწინოთ ხო გაითვალისწინებს ასე რომ წავედით ახლა მივხვდეთ ჩვენს X3-ს და იქნებ მოვასწროთ თქვენთვის რაღაცა აზრის დატოვება ამ მანქანაზე იმიტომ რომ ასე თუ ისე მომეწონა და ვფიქრობ რომ აი როგორც გითხარით ისეთი მანქანა არის რომ ცოლს უნდა აჩუქო და შენ დიარო რა მე ვფიქრობ რომ ყველაზე იდეალურად ეწყობა ეს ფრაზა წავედით მოკლედ და მოლოდინის რეჟიმში ვართ ერთო ბიბები ერთო ესე იგი ჩვენი X3-ის ფონზე ვარ კი არა და ჩემს ფონზეა ჩვენი X3 აი ასე გამოიყურება ახლა ეს მანქანა ღვედები უკვე მორჩენილია და მუშაობს და ჭერიც პროცესში არის აგერ ეს ჩვენი უკანა ღვედი რომელიც არ მუშაობდა ჭერი უკვე დაშლილია აქეთ ამხარე უკვე იწყობა და მოკლედ მარცხენა მხარე დაგვრჩება და ჭერის დაყენება. ეგ იქნება და ეგ. მე მგონი ზუსტად ვასწრებთ და დღეს მართლაც მოვრჩებით. სულ რაღაც, რა ვიცი, მე მგონი 1-20 საათია გასული, რაც დავტოვეთ ეს მანქანა. ასე რომ მოკლედ ყველაფერი სწრაფად გემრიელად და ვადებში იწყობა ამ X-თან მოკლედ რაც ჩამოვიდა, რა ვიცი, სადღაც 10 დღე არის ალბათ მაქსიმუმ გასული და უკვე აი ესეთ შედეგზე ვართ. კი შესაღებია, მაგრამ რას ვიზავთ, სხვა არჩევანი არ არის. ესე დაალაგდა მოკლედ ამ მანქანის ისტორია და რატომაც არა, რა ვიცი, მივუყვეთ. სადმე გვიყვანს, არ ვიცი. იმედია, ცოტა უფრო კარგი მანქანებისკენ. Not working hard. Yeah, right, picture that with a Kodak. Or better yet, go to Times Square, take a picture of me with a Kodak. Took my life from negative to positive, I just want y'all to know that. And tonight, let's enjoy life. Pitbull, Naya, Neo, Tesla. აგერ ჩვენი X-ი, აი ესე გამოიყურება. სხვათა შორის იგივე დღე არის, როდესაც აქ ვიყავი. ყველაფერი რიგზე არის და ყველაფერი დაალაგდა ისე როგორც ვგეგმავდით და მოკლედ ვადებში წვეტები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშოტა ხა აქ არ არის. აქედანაც ძალიან დიდი მადლობა აშოტას ესეთ ვადებში მართლა რავი ხშირად არ ხდება ხოლმე, როდესაც მიგიღებენ და მოგხედავენ ესე ვთქვათ. ეხა კიდე გაჩვენებთ შედეგს. აი ასე გამოიყურება ჩვენი X3-ის სალონი. ეხლა უკვე სხვა ვაიბი აქვს. მანქანა გავაცოცხლეთ, შეიძლება ითქვას, ჩეკები ჯერჯერობით არ არის ჩამოყრილი და ზუსტად მაგაზე მივდივართ ეხლა ჩვენს ძველ მეგობართან, უკვე ძველთან, სადაც ერთად მივიღეთ X1, X3 ჩამოუყვანეთ თეთრი და მოკლედ უკვე არც ისე ცოტა ისტორია გვაკავშირებს, მოკლედ მივალთ ეხლა და ჩვენს BMW-ზე დიაგნოსტიკასაც გააკეთებს და სავარაუდოდ ყველა ჩეკსაც დავამშვიდობებით მანდ და მოკლედ წავედით, დრო აღარ გავწელოთ, აღარ დავკარგოთ. დავიძართ. აბა. ნახოთ რა ჩეკები გვინთია. აირბაგი გვინთია.
Так. აგრიშკები გვაქვს დასაბერი. და drive trains გვიწერს, ну, ჩეკია drive train-ი სავარაუდოდ. აირბაგების გამო. სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა. სიბნელიდან აი ასე გავანათოთ ცოტათი, მოკლედ რა ვიცი, BMW-ს ხაზი ძალიან მხიბლავს და მომწონს, რა ვიცი, ამ არხზე და ზოგადად რაღაცნაირად შემაყვარა თავი ამ ბრენდმა. პირველ რიგში, რა ვიცი, ძალიან სიმპათიურად გამოიყურება და მომწონს ეს დისპლეიები და ფერები და რაღაცა, ვიცი, ეს ჩავაკროთ. კარგად გამოიყურება, მოკლედ ხმაც აქვს, სიჩქარეც აქვს, ტევადიცაა. რა ვიცი, მეტი რა უნდა ქნა სამანქანამ, თან B58 უფუჭებელი ძრავია, გარბენით სულ რაღაც 50470 კილომეტრი გვაქვს. რა ვიცი, მე მგონი მართლაც კარგი მანქანა არის და ემოციურად არ ვლაპარაკობ ხა, აი ობიექტურად მომწონს. თქვენ თუ რამე აზრი გაქვთ ამ მანქანაზე, ან BMW-ზე, ან რაღაც მაგ და გვარი, თუ გინდათ კომენტარებში დამიწერეთ, წავიკითხავ თქვენს აზრს, ყოველივე კომენტარს ვკითხულობ და სხვათა შორის მანქანების ჩამოყვანაზე, რაც მინდოდა რომ მეთქვა, თუ გინდათ ესეთი მანქანა, ან ცოტა უკეთესი, ან ცოტა ნაკლებად კარგი, მოკლედ ნებისმიერი მანქანა თქვენი გემოვნებით. მოიწერეთ და ჩამოვიყვანოთ, იაპონია იქნება, კორეა, კანადა, ამერიკა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოკლედ წამოვიყვანთ და დაგახვედრებთ აქ. მე კიდე წავედი და ჩემს მანქანას მივხვდი. I've been trying to call. I've been on my own for long enough. Maybe you can show me how to love. Maybe I'm going through withdrawals. You don't even have to do too much. ესე იგი მოვედით კრისტეფორესთან. რამდენიმე X იყავს გამოწერილი ჩვენთან, პლუს ასევე G30-ის ვიდეოდან, რა ვიცი, ალბათ გემახსოვრებათ, მოკლედ ისევ აქ ვართ, ისევ ჩვენს BMW-ზე, ოღონ ამჯერად ცოტათი სხვა BMW-ია. მოკლედ გვაქვს აი ესეთი ჩეკები, ცოტა უფრო დეტალურად რო შევიდეთ. გვაქვს airbag-ის და ღვედის ჩეკი. დღეს აშოტას არ ეცალა და ბარემ აქ ვართ და ერთიანად მოვაგვარებთ. მოკლედ, რა ვიცი, საკონტაქტოსაც დავტოვებთ, თუ ვინმეს მოგინდებათ BMW-ზე რამე. ჩემი სახელით დავურეკეთ და რამე საინტერესო ფაზაკლებას გაიკეთებთ და ნუ მოკლედ ყურადღებასაც მოგაქცევთ. ეხლა კიდე წავედი და ვნახოთ რა სიტყვის ჩვენი BMW. მოკლედ რამდენიმე საათი ვიწვალეთ, გავთიშეთ ყველაფერი, მაგრამ ჩეკი დარჩა და ჩეკი წერს იმ შეცდომას, რომ რაღაცა ჰაერის შემშვებში არ მოწონს დენი, ანუ სადღაც რაღაცა არ ყოფნის. მოკლედ ჩეკი დაგვრჩა, BMW ჩეკის გარეშე ამ არხზე ჯერ არ ყოფილა და ვაგზელებთ ჩეკით. არ ვიცი როგორ მოვაგვარო, მაგრამ ჩეკი გვაქვს და ჯერჯერობით აი ამ პრობლემით ვმოძრაობთ. რომ გავაგზელეთ ასე მოძრაობა, ხვალ გათენდება და ვნახოთ რას მოვახერხებ. და ესე გამოიყურება აქაურობა, ეგ ჩვენი ჩეკის ადგილი არის ყვითლად და აჰა, რამე მაინც ხონდა დარჩენილიყო. აი ესეთი ნისლიანი დილა გვაქვს. მე და დილა მეგობრობთ და ეხა ჩავალეთ ჩვენს BMW-ზე და დავიწყებთ მუშაობას. მინახე რა ფხიზლად გამოვიყურები, იმენა გამოძინებული რამე დავისვენ. მთელი ღამე მეძინა ისე გემრიელად და ისე ადრე ჩავდუარ, ეხა ყოველ დღეს ვმუშაობთ რა. აი მე რა გითხრათ, მაგრამ აი ჩამოვდივარ ესე ადრე და მამა უკვე აქ არის. ой რაჯობება მკაც რა. კრისტეფორეც აქ არის, მოკლედ ღამე დავამშვიდობეთ ამ მანქანას და დილას ამ მანქანასთან შევხვდით. ცივი და ქოქვა. აი ხმა აქ. ჩეკიც რო არ ენთოს, ვაფშე მაგარი იქნებოდა, მაგრამ რა BMW ჩეკის გარეშე როგორ შეიძლება? მოკლედ არც ერთი შემოდგომა არ გადის ისე რომ აქ შავი BMW არ ეყენოს და იქნებ შეუძლოდა ყოველთვე ეყენოს რაღაცა მსგავსი. იმიტომ რომ წინა ოქტომბერში, ნოემბერში ესე აქ G30 ეყენა შავი, ზუსტად იგივე ფერის კოდით, ძალიან ლამაზად. და უხდებოდა აი ამ ფერებს და ეხა ამჯერად ეს G01 ყავს. X5 არ არის, მაგრამ სხვათა შორის
შედარებით ვიტყვი რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ისეთი არ მეგონა როგორც ჩამოვიდა მე რო ვიყიდე ცოტა ისეთი სკეპტიკურად ვიყავი даже რავი რომელიღაცა ვიდეოში ვთქვი რომ ფლადის არ არის მეთქი რაც გვინდოდა ხო რეალურად არ არის ის რაც გვინდოდა მაგრამ იმაზე ცოტა მეტია ვიდრე მე მეგონა ეგ მომწონს არ ვიცი შეიძლება 2-დან 0 და რაღაცა დიდად არ გამისწორდეს მაგრამ ეხა ეს სიმპათიური ვნახოთ ამის ჩეკის ამბავიც მოვაგოროთ ვნახოთ როგორ დადის დღეს მოკლედ ძალიან გრძელი დღე არის და თქვენთვის არ მithქვამს რატო უჩქარო რას ვაკეთებ მოკლედ რეექსპორტზე უნდა გავიდეს ეს მანქანა ყიდველი გამოჩნდა მაგიტო არ შევღებეთ ბოლომდე და დღეს არის ის დღე როდესაც უნდა ჩავაბაროთ ეს მანქანა და სამწუხაროდ წინა დღით ესეთი რაღაცები მოხდა და მაგიტო ვართ ეხლა დილაუთენია აქ და ვცდილობთ რომ მოვაგვაროთ ყოველი პრობლემა სანამ დადგება ის მომენტი რომ უნდა მივცეთ მანქანა შესაბამისად ვმუშაობთ ვჩქარობთ და გამარჯობა აი ესე დაიწყო დღევანდელი დღე ნახოთ რა იქნება მინდოდა რომ მეთქვა რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი წლის BMW ყავს არ აქვს მნიშვნელობა რამდენი აქვს გარბენი სუფთა ხელებით მაინც ვერ დავეცი